ნიკამელია პირდაპირ ჩართვით ჩვენი სტუმარი საღამოშიდობისა ბატონი ნიკა. საღამოშიდობისა, მადლობა. ბატონი ნიკა, ერთი მხრივ დღევანდელი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და ასევე დაანონსებული აქცია 10-ში. შეგიძლიათ გვითხრათ, ეს აქცია ყველა შემთხვევაში გაიმართება? აი ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მან ერთკვირიანი ვადა მისცა და კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. ნუ როგორ უნდა შევაფასოთ დღევანდელი დღეს კვლავ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, კერძოდ ბატონმა კვირიკაშვილმა, როდესაც უარი უთხრა დასაწყისში მის გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებიც არ იყო ერთი შვილმოკლული მამა, რომელიც ბატონ ზაზა სარალიძესთან ერთად აპროტესტებს დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და რო არა ბატონი ზაზასა და მალხაზი ძალისხმევა იგი ამ შეხვედრაზე არც კი იყო მიპატიჟებული რა ძალიან შეხვედრა გაიმართა რომ ორი შვილმოკლული მამათაგან ერთი გამოვარჩიო და მეორე დატოვა რუსთაველის გამზირზე ეს ვთქვათ რომ თქვა ძალიან დამამცირებელი იყო რაც შეეხება ვადას თქვენთან ერთად მეც ასე მოვისმინეთ 10 რიცხვამდე არის ვადა მიცემული ხელისუფლებისათვის ყველა მკვლელი და ყველა ის ადამიანი ვინც მკვლელებს ხელს აფარებდა იყოს და იყვნენ დასჯილი და დამატებით გამართებას ბატონი ზაზე გააკეთებთ ახლა ეს აქცია გაიმართება 10-ის შემდეგ თუ კონკრეტულად 10 რიცხვში მაგრამ ძალიან სამწუხაროა რომ ნიშანწყალიც არ ჩანს იმისა რომ ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძებს იმიტომ რომ ჩიხშია ვახო და რატომ არის ჩიხში იცით ისეთ სპირალშია თვითონ ხელისუფლება აღმოჩენილი რომ რაც არ უნდა ის დუარყოფით სათავისუფლო სპირალში რაც არ უნდა გააკეთოს ზიანდება პირველ რიგში თვითონ და რას გულისხმობ იმდენი ადამიანი ყავს დასაჯელი ანუ სიცოცხლეთა პასუხისმგებაში მიმსაცემი რომ ამ პროცესს სათავე თუ დაუდო ჩამოიშლება თავადვე 6 თვის განმავლობაში ვისაც ხელს აფარებდნენ ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონი მირზა სუბელიანი თუ კიდე ბიეცემა სიცოცხლეთა პასუხისმგებაში ბატონი შოთაძე აქ არაფერი შუაში არ არის ბატონი შოთაძე მიეცემა სიცოცხლეთა პასუხისმგებაში ის ადამიანები ვინც ფარველობდნენ და პოლიტიკურ დავალებებს აძლევდნენ ბატონ შოთაძეს არ უნდა იქნენ პასუხისმგებაში ფაქტია რომ ზაზა სარალიძე რაღაც ნაბიჯებს ელოდება ხო ფაქტი ეს არის ამ ერთი კვირის არიან ეს შეგრძნობა თავარი დიახ ვახო თავარი რაც არის ყველაზე შემაშფოთებელი ქვეყანაში გაჩნდა ხელშესახები განცდა რომ ქაოსია ხელშესახები ვერ მართავს ხელისუფლება პროცესებს ვერ მართავს მეტიც თუ კი რამეს აკეთებს უპირისპირებს ამ შვილმოკლულ მამებს კონტრაქციებს რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალიან სამწუხარო ფაქტია ხო და დისკრედიტაციით არის დაკავებული როგორც ბატონი სარალიძესი ასევე ბატონი მაჩალიკაშვილით აცნობიერებს არავინ არ ვთქვათ რომ ხელისუფლება ვერ ხდება ძალიან დიდ კრიზისშია დიახაც მან იცის მაგრამ ის ხდება რომ ეს პროცესი თუ განავითარა რამდენიმე ადამიანის დაჟისა უფრო გაურმავდება კრიზისი და არიან აი ესეთ ასე ვთქვათ უჩვენეს სტატუს კვო შეინარჩუნონ და გათვლა ჰქონდეთ რომ იქნებ დაიღალნონ შვილმოკლული მამები და რაღაცნაირად თავისი ჩაწყნარდეს მაგრამ არ ჩანს ამ პროცესს ბოლო არ უჩანს მანამ სანამ არ მიეცემა ყველა პასუხისმგებაში და ეს არის ძირითადი მოთხოვნა უკანასკნელი დღეების განმავლობაში პარალელურად მიმდინარეობს კიდევ ორი საკითხის შესახებ მსჯელობა ეს არის საგამოძიებო კომისია პარლამენტში რომელსაც ევროპული საქართველოს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს და მთავარი პროკურორის საკითხი. მოდი დავიწყოთ საგამოძიებო კომისიაზე, რომელსაც არ იწონებს, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა, ხო და ამას თქვენ საყვედურებთ. სკეპტიც დიახ, აი რატომ არის ეს სკეპტიციზმი საგამოძიებო კომისია? აი თქვენ შესაძლოა მიგაჩნდეთ, რომ არაფერს მატებს ამ პროცესს, მაგრამ ხელის შემშლელია რაიმეში? თუ ვინმეს ჯერა რომ ქალბატონი ბესელია და მისი კოლეგები ქართული ოცნებიდან პასუხისმგებაში მიცემენ პოლიტიკურ ხელმძღვანელებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს რომელთა გვარები ფიგურირებს ამ საქმის გარშემო კი ბატონო ამ უსაფუძო დავაში არ შევა მე პირდაპირ გეტყვით რომ ამის არანაირი შანსი არ არსებობს ამიტომ მაგრამ უმრავლესობა აქვს უმცირესობას ამ კომისიაში ბატონ ნიკა თავმჯდომარე არის უმცირესობის
კარგით, გასაგები 6 თვის განმავლობაში, კარგი, ერთია რომ ყველა მტკიცებულება არის გამქრალი და არ არსებობს და შეუძლებელია ამ ყველაფრის გამოძიება, არ არსებობს მტკიცებულებები გაანადგურეს და მეორეა კი ბატონო, ეხა ოპონენტები ამბობენ რომ გასაგები აი ვინ გაანადგურა, ამას გამოვიძიებთ და აგერ ბატონო ნახავთ მომავალი გვაჩვენებს ყველაფერს. ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. არ არსებობს ხელისუფლება საკუთარ თავს თავისი ხელით განაჩენს არ გამოუტანს. იძინა ივანიშვილი საგამოძიებო კომისიის დასმაში არ ჩაწერსო ჩვენი ხელისუფლება არის დანაშაულებრივი. არ ჩაწერს ამას და თუ ვინმეს ვჯერა ეს არც შევალ ამ დავაში. ნახეთ ერთი რამ მართლაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ადამიანები რომელთა მიმართ შეკითხვებია რომელთაც დაიბარებენ ამ კომისიაზე ახსნა განმარტებები იქნება არასრულწლოვანების თემაა მაგრამ ეს ფორმატიც არ ვიცი ჯერჯერობით არასრულწლოვანების თემაა მაგრამ შესაძლოა რომ რაღაც ნაწილი ღიაც იყოს ხო ანუ ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო გამოდგეს რატომ ვიწინასწარმეტყველოთ ვახო მე პირადად ვეკითხებით ჩემს მოსაზრებას ვამბობ რომ შეუძლებელია ამ კომისიის ფარგლებში ნათელი მოეფინოს მაგალითად აი კონკრეტულად გზაზე სარალიძეს ოჯახის ტრაგედიას. კარგით, კიდევ ერთი საკითხი არ დაჯის. არ მოუდგენელია ეს 6 თვე უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ რაც აკეთა და რა დანაშაულზე ჩაიდინა ეხლა თვითონ ხელისუფლება ამას აღიარებს, ელემენტარულს არ აღიარებს, რომ ლარი რო გაუფასურდა ის მისი ბრალეულობა, ელემენტარულს არ აღიარებდა. ხო, ყველაფერში განტოვებისას ფაგანეძებდა და ყოველთვის ოპონენტებს აბრალებდა ნახანაციონალურ მოძრაობას, ძირითადად და სხვა ასე ვთქვათ, პირთა წრეს მიდგებოდა და ეხლა როგორ ფიქრობ საკუთარ თავს ეს პირთა წრე ვიწოკრანული მმართველობა ივანიშვილის გარშემო არ გამოუტანს განაჩენი გამოუტანოს ბატონიკა რა შეეხება მთავარი პროკურორის საკითხს რაც შეეხება მთავარი პროკურორის რა აქტიურობას აპირებთ აქ რა შეიძლება შეცვალოს თელმა ამ პროცესმა მთავარ პროკურორთან დაკავშირებით მაინც მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ ეხა არანაირ ამ პროცესს რას არქმევენ რომ ნეიტრალური პირი შესთავაზა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დათო ბაქრაძემ აი რა მდგომარეობაში ვარ წარმოიდგინეთ ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დათო ბაქრაძემ რეალურად გამოთქვა სურვილი რომ იგი შესულიყო კოალიციაში ქართულ ოცნებასთან ანუ წარადგინა მეორე პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე დათო ბაქრაძემ თქვა რომ ბატონი შალო შავგულიძე მეორე თავისუფალი დემოკრატების პარტიის თავმჯდომარე არის ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი და ამიტომ ჩვენ წავადგეთ მის კანდიდატურას. ეს რას ნიშნავს? არა, ევროპულმა საქართველოს კოალიციაში შესვლას არ ნიშნავს, ვაპატიეთ. კოალიციაში შესვლას ნიშნავს ქართულ ოცნებასთან. არა, მოდი ასე შალვა შავგულიძე, როგორც თავარი პროკურორი იქნებოდა თუ არა საინტერესო თქვენთვის, როგორც თავარი პროკურორი. წარადგი ევროპულმა საქართველოს დაასახელა, მაგრამ თავად შალვა შავგულიძე საინტერესო თავარი პროკურორი იქნება. პირადად ბატონი შალვა შავგულიძეს მიმართ როგორც ადამიანის მიმართ ნამდვილად ეხა ძალიან ზედაპირული ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა ფორმატში რამდენიმე შეხვედრაზე მქონია მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ნამდვილად არ უარყოფითად განწყობილი მაგრამ აპატიეთ არის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური პარტიის დამჩარო და ძალიან დაუყოვნებელი სურვილი აქვს რომ იყოს რეალურად კაბინეტის წევრობა მინდაო ნუ ეხა კარგით ეხა რა იუსტიციის მინისტრად დაინიშნოს ეხა და რა გენერალური პროკურორად ეხა კოალიცია არ ქვია ამას პარტიის ეხა წარმოიდგინეთ რომ გამოსულიყო ვიღაცა და ეთქვათ რომ აი ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის რაღაცა და რაღაცა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დანიშნოთ არ დათანხმდებოდით ბატონო ნიკა მთავარ პროკურორობას თქვენი პარტიის წარმომადგენელი რომ მთავარი პროკურორი გახდეს არ დათანხმდებოდით კოალიციაში შესვლას ნიშნავს ვახო არ მოვაწყვილოთ საზოგადოება იქნებ ნიშნავს იმას რომ ხელისუფლებას გამოაცვალოს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა ბატონ შავგულიძეს აქ უნდა ყოფილიყო ნეიტრალური ადამიანი რომელიც სარგებლობს ან პოლიტიკური სიმძიმისგან თავისუფალი პარტიული უпростоრე სიმძიმისგან თავისუფალი ადამიანი რომელსაც ეკნებოდა ძალიან დიდი მხარდაჭერა და არ აქვს ამ შემთხვევაში ბატონ შალვა შავგულიძეს ასეთი მხარდაჭერა და ამას თუ თავი დავანებოთ რეალურად ეს ნიშნავს კოალიციის გაკეთებას ქართულ ოცნებასთან ხახნო ამას ეხა გამოცდილი და ამას ეხა დათო ბაქრაძე ვერ ხვდება დავიჯერო და
დაასახელეთ თქვენ კანდიდატი, რომელიც შეიძლება მოგწონდეთ. ანუ პროცესში არაპირებთ საერთოდ რა თქმა უნდა, არის რა თქმა უნდა სხვადასხვა მოსაზრებები, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, როდესაც ამაზე ვსჯელობთ, არა, ამას ეხლა ვიგიდასურებთ. მაგრამ ნუ თუ ეს არ არის ძალიან როგორ გითხრათ, ეხლა უცნაური მოვლენა, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მეორე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს წარადგენს გენერალ პროკურორის თანამდებობაზე და მის კანდიდატურას ასახელებს. უნდა თქვა დავარქვათ კი ბატონო სახელი კოალიციაში შედიოდა კი ბატონო ბატონიკა ნახეთ რა აღებული ბატონ შავასაგურდესთან არანაირი პრეტენზია არ გიწიათ რომ სხვა კუთხით შეხედოთ ამ საკითხს მაგალითად როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხდება თავარი პროკურორი ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები შეიძლება ამას მოყვეს თუ კი ეს მართლა ასე მოხდა და ჯერეთიც ნუ ვინ ჯერეთიც დამიჯერეთ ეხლა თუ ქართულ ოცნებასთან მართლა არ არის ის გადაწყვეტილება მიღებული რომ მოდით ეხლა ეს სცენარი გავითამაშოთ ნულოვანია შანსი რომ ბატონი შავგულიძე გენერალურ პროკურორად დაინიშნოს ნულოვანია ეხლა ესეც ჩვენ ხო ამ პროცესებში აქტიურად ვართ ჩართულები ყველანი ერთად ხო მეც თქვენ და ყველა ეს ადამიანები ვინც მინიმუმ თვალყურს ადევნებს ქართულ პოლიტიკას შეუძლებელი არის ახლა როგორ ფიქრობთ ეხლა ბატონი შალვა შავგულიძე პროკურატურაში სადაც ყველა უგუნური საკითხი წყდება ყველა ანტისახელმწიფოებრივი თანაშაულებრივი რა არ გაკეთებულა ამის საშუალებას ამაზე დგას დღევანდელი ხელისუფლება ამაზე დგას პროკურატურაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე სადაც ბიზინა ივანიშვილს ყავს საკუთარი მაშ ბატონიკა რა შეიძლება რა დათმობებზე შეიძლება წაიყვანოს ოპოზიციამ ხელისუფლება ამ ვითარებაში უნდა გეტყვით უდიდესი დიახაც უნდა შეირჩეს ყველასთვის თუ არა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მისაღები კანდიდატი და ამ კანდიდატის გარშემო უნდა გაერთიანდეს რაც შეიძლება მეტი სუბიექტი იქნება პოლიტიკური და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. აქ შესაძლებელია ხელისუფლება ვაიძულოთ რომ გადადგას ის ნაბიჯი რომელიც მას არ უნდა. მაგრამ პირდაპირ გეუბნებით ეხლა შალვა შავგულიძე რომ დაინიშნოს გენერალურ პროკურორად პირველი ჩემი განცხადება იქნება რომ შალვა შავგულიძე და დათო ბაქრაძე შევიდე კოალიციაში ქართულ ოცნებასთან ამას ეხლა გეუბნებით მე ვიტყვი იმიტომ ეს ესე იქნება ბატონიკა ვიდრე აი ეს ასე ვთქვათ აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციურ სპექტრში ხომ არ მოხდება ისე რომ იმ გზით წავა ხელისუფლება როგორც მაგალითად ჩოთაძე დაინიშნა მთავარ პროკურორად ხო თავის დროზე აი ამ კინკლაობაში ეს ხო არ მოხდება საბოლოო ჯამში უკანასკნელი დღეები გახდათ ლაკმუსისაღალდი და ყველამ დავინახეთ რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს მართვის ცენტრი არ არსებობს კრიზისი ქუჩაშია გადმოსული დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებშია ის საკითხები და ის პრობლემები რომელიც კაბინეტებში უნდა გადაწყვეტილიყო და გადაეწყვიტა პროკურორს გადაეწყვიტა მინისტრს ვერ გადაწყვიტეს და გადმოვიდა ქუჩაში მე გუშინავს კიდე დღესაც გავიმეორებ რომელ შვილმოყულ მამას სიამოვნებს კარავში ცხოვრება დღეების განმავლობაში ეს ადამიანები ხომ მეც არაფერს არ ეთხოვენ გარდა იმისა რომ საკუთარი შვილის ყველები დაისაჯონ და ადამიანები ვინც აფარებდა ხელს ამკვლელებს და უამრავი მტკიცებულება არსებობს აბა რა გამოიწვია ეს საყოველთაო მღელვარება ამ ხალხში აბა რამ გააგიჟა ეჭირისუფალი ან ერთი ან მეორე რომელმაც გადადგეს ეს ნაბიჯი მათ არ ურჩევნიათ განსაკუთრებულად საკუთარი ასე თქვათ საკუთარი ოჯახის გარემოცვაში გაატარონ დრო რომელსაც ეხლა რუსთავის განზრახ ატარებენ და საკუთარი შვილების აფლავზე იარო წარმოუდგენელი რამაა და რა დაუპირისპირეს ხელისუფლება რა დაუპირისპირა დისკრედიტაცია შავი პროპაგანდა ჩემო ბატონო რაღაცა კონტრაქციების გამართვა ცილი წამება რომ ეს დააბრალეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტობა მეორეს დააბრალეს პოლიტიკური ანგაჟირებით განჟღეთილ პოზიციაზე დგომა და ასე შემდეგ გამოკვეთეს ბატონი კუპრავა არ დააბრალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბატონი კუპრავა რომელიც გახავთ ოჯახის წევრი ზაზა სარალიძეს წარმოიდგინეთ ზაზა სარალიძეს შვილი მოუკლეს 1 დეკემბერს და 1 დეკემბრიდან არის მის გვერდში და ადვოკატი
იყო ოჯახის და იყო რეალურად ჩართული გამოძიებაში, რაც კი ზედაპირზე ამოვიდა, ყველაფერი ზვიად კუპრავას გასაგებია ზვიად კუპრავას ჩვენ ცოტა ხანში ჩავთვალ თუ შევიდეთ დაასრულეთ უნდა დაგემშვიდობოთ მოკლედ დავასრულებ წარმოვიდგინეთ სადა ვინმე თუ იტყვის 1 დეკემბერს ზვიად კუპრავამ როდესაც ზაზასარალიძეს გვერდში ამოუდგა წინასწარ გაშვრიტა რომ 10 ივნისს აქციას მოვაწყობდა, ნუ არ ვიცი აფერომ იმ ადამიანს. ამიტომ აღარ მუშაობს ეს რუსის პროპაგანდა, აღარ მუშაობს ის, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი გამოდის თუ შეიძლება დავასრულებ 30 წამი და ის რომ ვიცით რა ნაციონალური მოძრაობის ძევლად არის საზიზღარი ნიაღვარი ამ ცილიწამებისა წამოვიდა. გამოდით ხახ უნდა თქვენ დაუდექით, თქვენი საერთოდ არ გამოვა სახლიდან და სახლში ვიქნებით და სხვა საქმეზე თქვენ დაუდექით. მაგრამ ის ვინც ამბობს რომ არ მინდა გამოყენებული ვიყო პოლიტიკოსების მიერ, დიახაც პირველ რიგში ის არის გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. დიახაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას სარგებლობს მათი პასიურობით. ეს ერთი და ვინც აკეთებს განცხადებას რომ პოლიტიკური პარტიები, ასე ვთქვათ, სარგებლობა ვიწროპარტიული ინტერესით, დიახაც პირველ რიგში ეს სუბიექტები, ან ეს პოლიტიკური პარტიები ატარებენ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს. ეხლა ჩვენ დავინახეთ რომ რამდენიმე პოლიტიკოსი უბრალოდ შემოვიდა, ისინი თვლიან რომ ჩვენ ვართ აი ამ ტრაგედიაში ვართ მათი კონკურენტები. საგიჟეთი კეთება მოვიდეს რამდენიმე პოლიტიკოსმა გუშინ ისეთი განცხადება გააკეთა. ძველად ყავს აყვანილიო ზაზასარალიძე ნაციონალურ მოძრაობას. აი ხა თქვენ ეთერში ვამბობ ალეკო ელისაშვილს უთხრა და ძალიან გამიკვირდა. მოვიდეს ალეკო ელისაშვილი დაუდგეს გვერდში ზაზასარალიძეს ბოლომდე და პირობას ვიძლევი რუსთაველის გამზეზე მე ნიკა მელიას ძალიან დიდი ხანი საერთოდ ვერ ვნახავთ. საერთოდ ვერ ვნახავთ. რაღაცა საზღვარი ხო აქვს ახლა, რაღაცა საზღვარი ხო აქვს. თქვენი თავი წარმოვიდგინეთ ზაზასა და ბატონი მალხაზის მდგომარეობაში რა. არ აინტერესებს ამ ადამიანს პოლიტიკასა და პოლიტიკური პარტიები და დღესაც თქვა საზოგადოებას მოუწოდა გაერთიანებისკენ და პოლიტიკოსებიც არის საზოგადოების წევრები და დღესაც ვამბობ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში არც ერთი პოლიტიკური პარტია პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობაც. მართლაც ბოდიში უნდა გავიმეორო მიმიფურთხებია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, სადაც ორი შვილმოკლული მამა. კარგით, გასაგებია. დიდი მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ ბატონო. არა, უნამუსობაა, როდესაც პოლიტიკოსები ჩასაფრებული პოზიციები და საუბრობენ ამას. მადლობთ.